თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. სასამართლო პროცესზე გიორგი ტერაშვილის დუმილი არ დაურღვევია. ბრალდების მხარის თქმით, კლასელებს შორის მომხდარ სისხლიან ანგარიშწორებას ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. ვიტალი ჯოჯიშვილის სანადირო თოფიდან გასწროლი ტყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. დაცვის მხარე მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. შემდეგი პროცესი 4 აგვისტოს არის ჩანიშნული. მკვლელობა სოფელ მეჯვრისხევში 2 დღის წინ მოხდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის მომეტებული საფრთხეები. ბრალდებულს და დაზარალებულს წარსულში დაახლოებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია. მკვლელობის დღესაც მოხდა ეს კონფლიქტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა მათ შორის. ის შემდეგაც ისინი ადგილზე ყოფმა პირებმა გააშველეს. გაბრაზებული ბრალდებული წავიდა სახლში, აიღო მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით უკვე დასრულებული კონფლიქტის დროს მეზობლის სახლში მყოფ თავის თანასოფელს, თანაკლასელს, სწორედ ამ თოფის გამოყენებით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ბრალდებული წარსულში ნასამართლები არის არაერთხელ. ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაზე არის ნასამართლები. სასამართლოს განჩინებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით, რა თქმა უნდა, შეეფარდა პატიმრობა, რასაც არ ვეთანხმებით დაცვის მხარე და რასაც გავასაჩივრებთ დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დავამატებ, რომ მან გამოიყენა ამ ეტაპისთვის დუმილის